დიდი მადლობა და მომდევნო სტუმრები თავგადასავალი ანუსა და ვანუსი, რომლის გადაღების პროცესი ახლა მიმდინარეობს. ახალი ქართული ზღაპარი. კი ბატონო, ახალი ქართული ზღაპარი, ფილმის მთავარი პროდიუსერი და მთავარი გმირი სულ რამდენიმე წამში. სტუმრები არიან, ასე ვთქვათ, სტუმრები ბავშვობიდან. ძალიან სასიხარულო ამბავია ის, რომ როგორც იქნა ქართული კინემატოგრაფი მიდის წინ და როგორც ვიცი, მალე გამოდის ახალი ქართული მხატვრული ფილმი თან ზღაპარი, ანო და ვანო. დიახ. და აი თათია ტაბუციძე პროდიუსერი და ზუგა ძამუნაშვილი, არასდროს მიწერია. ჩვენ დღევანდელი სტუმრები ზუკა იცნეს ჩვენმა ოპერატორებმა და ყიჟინაც კი მოაწყეს. ზუკა უკვე ცნობილი ადამიანია. კალანდაძე, შენ ხარ ხო ის ბავშვი, რომელიც სისხლს უშრობს ცნობილი სერიალის მთავარი? დიდი ხანი არ გამოჩენილ ხარ ზუკა? დიახ. ძალიან გული დამწყდა, რომ რავი, აღარ მიღები. არ ვიცი რატო. ეხა ამ ფილმის მერე სულ გექნება გადაღებები, შეიძლება სკოლაში სიარულიც კი ვერ მოასწრო. ასე რომ დავუმოვდოთ პრემიერას. ეხლა პირველ გაკვეთილს აცდენ როგორც მივხვდი ხო დღეს? დიახ. კარგია, მეც მიყვარდა. ძალიან მიხარია. აი ხო ხედავ წუხარება და სიხარული ეს. თათი ამას ასწავლით ბავშვებს გადაღებებზე სკოლის გასცენ მოხაროდეთ? სამაგიეროდ მაყოფილი. თათი მოგვიყევით მოკლედ პირველი მინდა კითხოთ ანო და ვანო, რატომ ანო და ვანო? მე მახსოვს სიმღერა ანო და ვანო, არსებობს ესეთი ქართული ზღაპარი, მე არ მახსენდება. არა, ქართული ზღაპარი არ არსებობს და ძალიან დიდი ხანია ქართული ზღაპარი საერთოდ არ გადაღებულა დაახლოებით 20 წელია და აქედან გამომდინარე გაჩნდა ესე მეგობრულ წრეში იდეა, რომ მოდი გადავიღოთ ქართული ზღაპარი. რეჟისორი, სცენარისტი გახლავთ ლევან დაბრუნდაშვილი, რომლის იდეაც პრინციპში ლევანის იდეა იყო და შემდეგ Light Bank-ი კომპანია მოუდგა ხარში ამ იდეის განხორციელებას და შესაბამისად განახორციელეთ ერთი თვის განმავლობაში ვიყავით მწვანე კონცხის ბოტანიკურ ბაღში, იყო გადაღებები და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება. ჯერ ესეთი, იმიტომ რომ ზღაპარს აქვს იმის საშუალება, რომ გმირები იყვნენ ფანტაზია გაქვს ძალიან დიდი და გააკეთეს. გმირები უკეთესად გმირები როგორც ხვდები არიან ვანო, ანო და კიდე არის ჩოპინტრე, ბაბუა, ბავშვი კიდე მესამე. ჩვენი სოფლელი მეგობარი ლუკა. ლუკა ტალახაძე თამაშობს. და როგორ გამოვიდა, რასაც შეეწყეთ, შედგა კამპანია დამეგობრდით. კი, ძალიან დამეგობრდით და უკვე ის დრო მენატრება აი. ნამდვილი მსახიობი საუბრობს და გადაღებები რომ თავდება და მენატრება ის დრო, როდესაც და გული არ წყდებოდათ, რომ ზღვაში ვერ ასწრებდით ბანაობას. მე მოვასწარი ერთი ოჯოჯა. პრემიერა როდის იგეგმება? სავარაუდოდ პრემიერა იქნება ნოემბრის დასაწყისში. ასე რომ გელოდებით. თათია რა მინდა კითხოთ, ეხლა მე სანამ თქვენ საუბრობდით, მე ვცდილობდი გამეხსენებინა ბოლო ქართული ზღაპარი, რატომაც მეც ის კარა მომდის თავში, რომელიც გასაგებია რომ მას შემდეგ ბევრი ფილმი გადაიღეს. მე მახსოვს ერთი ზღაპარი კიდე თორსტები ოქროს ბუმბული ერქვა, ეს ამერიკულ ქართული კოპროდუქცია იყო 80-იანი წლების ბოლოს. ეს ზღაპარი, როგორც უკვე ვთქვით, ანო და ვანო არ არის ხალხური ზღაპარი, ეს არის რაღაც ახალი თანამედროვე ზღაპარი. რა ხდება ფილმში, რა სტილშია ეს თანამედროვე ზღაპრები, ცოტა განსხვავდება იმ ტრადიციული ზღაპრებისგან, რომელსაც ჩვენ ვართ მიჩვეული, ხო? ზღაპარში არსებობს წიგნი, სოფლიო ზღაპრების წიგნი, რომელიც ერთ დღეს აღმოჩნდება, რომ დაიკარგა, გაქრა. ანუ კადრი არის, როდესაც მზის სხივი შემოდის და აკრობს წიგნს. შემდეგ უკვე ამ წიგნის გაქრობის გამო სოფლიო ზღაპრების სხვადასხვა წიგნებში ხრება ნელ-ნელა ტექსტი, ზღაპრები იშლება და ჩვენი გმირები მიდიან ამის საპოვნელად, როგორც ეს რაღაცა ისეთი სერიოზული სიუჟეტია ელიას წიგნს გავს. საერთოდ ამბობენ, რომ ისეთი ზღაპარი გამოდის, რომ დიდებისთვისაც საინტერესო იქნება და რა ხაზია, რატო იქნება დიდებისთვის საინტერესო. ვიტყოდი, რომ არის საოჯახო ზღაპარი, ანუ ნებისმიერ ასაკ შეუძლია ნახოს, არის ძალიან საინტერესო, ძალიან ლამაზი და მაღალბიუჯეტიანია. მაღალბიუჯეტიანია.
სპეციფექტებით. დიახ. მსახიობებს უხდიდით და იმიტომ რომ საქართველოს რატომღაც მიღებულია რომ ბიუჯეტი არის თუ არ არის მსახიობებს ისე მეგობრულად შეუთანხმდნენ არის ეგეთი არც ამისობა იქნებოდა თინდა მაგრამ მაინც უხდიდით ცოტა შენი გმირი უფრო რო უნდა თქვა ყოჩაღია უფრო ჭკვიანია უფრო თუ ჰარი პოტერი არა ჭკვიანია უფრო უყვარს კონსტრუქტორები აი განსხვავდება სხვა ბავშვებისგან ანუ არ უყვარს ზღაპრები და თავის ბაბუს და ეგეთ არჯერა ეგეთი რაღაცა და აი ეს კოლექციები აქვს და რა ვიცი ეს თავისი სიჭვიანი გამოადგება ზღაპრულ თავგადასავლებში ზუკა შენ ყავს და შენი ანუ მაინტერესებს როგორია ის შენი და ცოტა ისეთი მზაყვარია თუ ერთად საყვარელია და აი ფილმში ცელქი არის იმიტომ რომ სულ რაღაცა ის თამაში უნდა უყვარს თოვლის ბაბუა ზღაპრებზე გიждდება და აი უფრო ცელქია არ შემიძლია რომ არ კითხოთ კურიოზები ძალიან მიყვარს ეს თემა კურიოზებზე შევთანხმდით რომ გაიხსენებდა ზუკას კურიოზი თუ შეიძლება კურიოზად ჩაითვალოს ის მოხდა რომ ყველას ალერგია დაგვემართა იქ ერთ ბალახზე და შუა კადრში ყველას ალერგია მეც აი გამომი ბოტანიკურ ბაღში ცხოვრობდით და შესაბამისად ბუნებრივია ამდენი ბალახი მცენარე ზოგი ალერგიული და არ ვიცოდით აქვე მინდა მადლობა გადაუხადო ბოტანიკური ბაღის დირექციას ეთერ მაჭურაძეს რომ არ მეთქვა არ შემეძლო იმიტომ რომ ძალიან მხარში ამოგვიდგა ეს ბაღი და რა სირთულეები გქონდათ გადაღებების დროს სირთულეები იყო რომ მოგეხსენებათ არის ხომ დაგეგმილი გადაღება რომ ამ დღიდან ამ რიცხვამდე უნდა იყოს რომ ჩაეტიო და იყო ხოლმე წვიმიანი ამინდი მინდა ზუკას ვკითხო ერთი ძალიან მაინტერესებს ზუკა პოპულარობა აი ერთ ფილმში თამაშობ, მეორე ფილმში თამაშობ, სერიალში ხარ გმირი, ეხლა ახალი ფილმი გამოვა, სულ 13 წლისა ხარ, ყველა გწნობს ალბათ, ხო? კი, და ძალიან მიხარია. პოპულარობა, აი, ამაზე დიდი სიხარული. იყენებ ამას, აი თქვა სკოლაში თუ ცოტა რაღაცებს თუ პატიებენ სხვებთან შედარებით. ისე პროფესიონალურ კარიერას გეგმა ჰოლივუდში ხო არ აპირებ? არ ვიცი, შეიძლება, არ ვიცი, ნახოთ. რატომაც არა? დიახ. დათია რო დაუბრუნდეთ ისე ფილმს მონტაჟის პერიოდშია რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი და უკვე ნოემბერში ველოდებით პრემიერას. რუსთაველში დასაწყისში ამირანი რუსთაველი საქართველოს კინოთეატრებში და იქნება ეს პრემიერა ზღაპრების ანალოგი იქნება გადმოტანილი გმირების ანალოგი და იქნება ძალიან ლამაზი სანახაობი. გოგი შენი ესეთი მისწრაფებები 13 წლის ასაკში ასეთივე იყო როგორც ზუკას. იცი მსახიობობაზე არასოდეს არ მიფიქრია სიმართლე გითხრა. ბევრ რაღაცაზე ვფიქრობდი, მსახიობობა ძალიან მომხიბლელი არის ერთის მხრივ, იმიტომ რომ შანსს გაძლევს, რომ ბევრი ცხოვრება ქონდეს, ხო, ბევრი ადამიანი იცხოვრო, ესე ვთქვათ, და თქვა, იყო ხან სპორტსმენი, იყო ხან მეცნიერი, იყო ხან, რა ვიცი, უბრალოდ არავინაც არ იყო, ხო? შესაძლოა მსახიობაზე არ მიფიქრია. აი კი მომავალში რა გინდა? აი ყველა ამბობს რომ უნდა ჰამლეტი და დონ კიხოტი, აი შენ რა გინდა? ჰარი პოტერის როლი რომ ვითამაშო, ძალიან ვიხარ, მაგრამ როულინგმა უკვე დაასრულა. დაასრულა უკვე. შეიძლება შემდეგ რიმეიკში ჰარი პოტერის ძმის როლი შეასრულა. ეხლა აღმოჩნდება რომ მას ყავდა ძმა, რომელიც ასევე გადარჩა. არავინ არ იცის ძალიან. ეს აპრის მეშვეობით იხილავს და გააკეთებს. იხილავს მე გააგზავნის ეს მასალას და რა იცი რა ხდება. დიდი მადლობა თათია, დიდი მადლობა ზუკა. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი. მე ძალიან მიხარია რომ გამოვა ქართული ზღაპარი, საერთოდ ზღაპრები ნამდვილად არის ის, რაც ადამიანს სჭირდება ცხოვრებაში. თავისთავად ჩვენ ფილმის შინაარსს ბოლომდე არ განვიხილეთ თქვენთან ერთად რომ საინტერესო იყოს და გასაგებია რომ თქვენი ზღაპარიც კეთილად მთავრდება და კარგის დასასრულია. და დარწმუნებული ვარ რომ პირველივე შაბათ-კვირას გექნებათ ძალიან დიდი, ასე როგორც ეძახიან ამას ბოქსის შემოსავალი, იქნება ძალიან დიდი, იმიტომ რომ ბავშვები ჩემი შვილი პირადად დაელოდება ამას. ნამდვილი ქართული ბლოკბასტერის ზღაპარი გვექნებათ და თავის დიდი ბოქს ოფისით და ასე შემდეგ. თავისი წარმატებას გისურვებთ და იმედი მაქვს რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება ქართული მხატვრული ფილმების ზღაპრები გამოვა კიდე და თქვენ განაგზავნოთ ზუკაც მიიღებს მონაწილეობას და მორიგ როლებში შეასრულებს თავისი თავყოლისცემლების გულის გასახარებ. მადლობა. ვისურვებთ წარმატებას. მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან მადლობა მოწვევით.